ღმერთმა დააგლოცოთ, ღმერთმა მადლი და წყალობა არ მოგაყო და ღმერთი შეგეწიოთ. ახლა უცებ ტაძარში ვიყავი, ნათლობა დამეწყვა ხა და ჯგუფმა ჩამოიარა და ტაძარში მოგვივარდნენ. დამეწყე ჯერ ყვირი მოღალატეებო გამოდით, ეკლესიის მტრებო გამოდით, ქვეყნის მტრებო გამოდით. ჩვენ გვეუბნებია მოღალატებს, ქვეყნის მოღალატეს მეძახიან, რატომ მეძახიან მოღალატს? აი რა გავაკეთეთ? ისეთი რო გვერდა, მე მთხოვე რომ რატო არ გახარ ეკლესიას აგინებენ, პატრიარქს აგინებენ. პატრიარქს აგინებენ პირდაპირ ეკლესიას აგინებენ, აგერ გამოდის გუშინდელი ჩემი ქადაგება დაბლოკეს და გააუქმეს. ახლა ამასაც ალბათ დაბლოკავენ და გააუქმენ, ამიტომ გთხოვთ რომ ეს ვიდეო ყველამ გადაწერეთ და ისე დაიდოს ეს ვიდეო და ყველამ ნახოს რომ ესეთი ძალადობით ეკლესიაში მოგვარდნენ კომუნისტები ზუსტებოდა ეგრე ეკლესიაში მოვარდნა ხალხის უხდლების ტაძრებიდან გამოყვანა დახვრეტა ზუსტად ეგ იყო ქუჩაში დადგენ ტაძრის წინ და გეძახიან მოღალატე გამოდი ტაძარში რატო შვიდობიანი პროტესტი აი შვიდობიანი პროტესტი შვიდობიანი აქცია წარმოვიდგინე შვიდობიანი აქცია ტაძარში გივარდება და გიყვირიან და გეუბნებიან გამოდი გარეთ შემოღალატე შენ ქვეყნის მტერო შენ ისა უბრალოდ მე რა არ მესმის იცი აი რა ამით რა საღწევთ ამით რა უნდა მივიყოთ ამით აი და ეკლესიის გმობით, პატრიარქის გინებით, ტელევიზიები რომლის ეთერებში პატრიარქის აგინებდნენ, ლანძღავდნენ, არასდროს ხმა არავის არ ამოუღია. იმ კუბოსთან დაკავშირებით რო იძახიან და მე წარმოიდგინე პირდაპირ წერია იმ საიძე, თუნდაც მაგ კუბოზე ზოგიერთი მდელი რო ამართებს და რაღაც რო ლაპარაკობს, პირდაპირ წერია იმ საიძე რომ ეს კუბო ის ჩინური არის იესო ქრისტეს გამოსახულებით. იესო ქრისტეს გამოსახულებით. აქ იმაზე კი არა რომ ზოგიერთი მდელი რო ყვა ხატი ნაკურთხი უნდა იყოს და რაღაცა. აქ შეგნებული დამოკიდებულება იყო. მე არ მინდა დაუჯერო შეგნებულად გააკეთეს მათ, მაგრამ მე როცა აღვნიშნე თქვი რომ თუ ადამიანებმა შეგნებულად გააკეთეს, ეს არის მტრობა. აი სხვა კი არაფერი არ იყო. იმ ჩემი ცოლის დაქალებში მდელი რო იყო, ბავშვი ხატი დაახევინეს ფილმში რო იყო სერიალში. რატომ იყო ადამიანს მიაჩვენ ამ ხატის დახევა, წმინდა ხატებზე ვიღაცების სურათების გამოხატვა ესე დაიწყო კომუნიზმი, სხვაგანაც კი არ დაწყებულა ეს კომუნისტურისა ეკლესიის დევნა და ეს ამდენი წელია ეკლესიას გულანძღავენ, გვაგინებენ, ქვეყნის მტრებს გვეძახიან, რუსოფილებს გვეძახიან ადამიანებს და რუსეთის მომხრეებს გვეძახიან ადამიანებს, რუსეთის მომხრეებს. ერთადერთი ვინც თურმე წინააღმდეგი იყო რუსეთის ეკლესიის ან რუსეთის პოლიტიკის, მე ვიყავი ყოველთვის. როაშნია რუსოფილები ხართ თქვენ, ვინც ამას მეუბნებით და რუსული ნარატივები გაქვთ თქვენ, ვინც ამას ლაპარაკობთ. ესა ევროპა ეს არ არის, ევროპა არ არის ძალადობა, ევროპა არ არის მივარდნა და ადამიანის აზრის გამოხატვის წინააღმდეგ წასო. თუ ადამიანი არ გეთანხმება, ამის გამო შენ არ შეიძლება ადამიანი ჩაქოლო და გაანადგურო. არ შეიძლება. ადამიანები დედმამიშვილები ერთმანეთს კარგავენ იმის გამო, რომ მეორე ადამიანს სხვა განსხვავებული აზრი აქვს. ეგ არის ევროპულობა, რა გვინდა ეგეთი რამე თუ ადამიანს განსხვავებული აზრის გამო ადამიანს კლავდა თუ შენ ას არ ეთანხმება ადამიანი ამიტომ შტერია ქვეყნის ესე რომ ადამიანზე საუბრობ ესეთი რაღაც ან ვინ გაიგო ეგეთი ეკლესიაში რა შნიშნავს მოვარდნები ეკლესიაში მაშინ აღარ გაგვაჩეროთ მოგვივარდეთ იმიტომ რომ მოდით ეკლესიაში მივივარდეთ მამაშალვას მოდი გამოვათრიოთ ტაძრიდან არავის არ გაუპროტესტებია მე მინდა ხა ჩემ რევს მოგმართოთ ვინც მეუბნებით რომ აი მამო მშვიდობიანი აქციებია იცით მამა როგორი გართობა და როგორი სიხარულია შვიდობიან აქციას და ზოგიერთი ამ ფეირვერკის როლას რო ამართებდა რაღაცას. მე არც იმ პოლიციის იმას გუმოობდა საშინელებოდ ახალგაზრდებს ცემენ და იჭერენ და ციხეებში ასვამენ და მე რო დაიჭერ ადამიანს და მე შუმად რო ურტყან პოლიციელი ამას საშინელება რა უნდა იყოს ხო ჯერ ადამიანი როგორ შეიძლება ადამიანი თუ დაიჭირე მე იმას ურტყა ეგ ხო არაფერი არა ამაზე წარე ხო არაფერი არა მაგრამ როდემდე უნდა ვიყოთ ესე როდემდე უნდა ვიყოთ ესე ეკლესიებში და მოგვივარდეთ ესე ეკლესიებში და მოვარდეთ აქ და შემოგვივარდეთ გამოყარეთ ეკლესიები და მაშინ და დავხოცეთ მაშინ და ტაძრები რას ნიშნავს ეგეთი რაღაცეები რას ნიშნავს უბრალოდ აი ვისაც თქვენზე მეტად საქართველოს უყვარდეს მე ჩემი ქვეყნის ერთგული ვარ და თელი ჩემი ქვეყანას ვემსახურებოდი იმადგან განსხვავებით ხდლებს ვაყვედრია რაღაცეებს 80,000 ხელფასები აქვს ისინი სამშობლოზე ლაპარაკ გაჭირებულებს და მის ოპერატორს ჩვეულებრივ პატოს 1200 აქვს ხელფასი შენ ამ ხელფასზე შენ და შენ ზრუნო ქვეყანა შენ გინდა ქვეყანაზე იზრუნო ეს ხალხი ზრუნავს ქვეყანაზე თვითონ რომ ჩამჯდარები არიან იმაში მართლა და ხალხი მართლა რომ გაჭირებაში არის მოვიდნენ აქ და ის ხალხი ჩემთან რო დადიან გაჭირებულები მაგად გაუგზავნე იქ ამ ხელახელფასები და დაეხმარონ იმ ხალხს ჩამტკვარები არიან თავენ თქონებაში და ხალხს იყენებენ და სულ ხალხის იმით არიან მართლა უნამუსოები და მართლა ქვეყნის გამყიდველები არანაირი ღირსება ამათ არ გააჩნია და არაფერი ამათ არ გააჩნია იფიქრეთ რა მართლა ესი არ არის რა მე ამ ქვეყნის შვილი ვარ და ამ ქვეყნისთვის ცხოვრობ და მე ქართველი ვარ და თელი ჩემი ასები საქართველოზე დამიწეს არც ერთი ქვეყანა არ მეყვას ყველაზე მეტად მეყვას ჩემი საქართველო და ჩემი საქართველოს შვილი ვარ და ამ ქვეყნის შვილი ვარ ამ ქვეყნის შვილი ვარ და ყველა მიცოდეთ ეს რომ მე ვარ ქართველი და ამ ქვეყნის შვილი და არასოდეს ჩემ გულში ჩემ სულში ქვეყნის სიყვარულს გარდა აღარაფერი ყოფილა
დაელაპარაკეთ იმას, რა ვისაც ქვეყანა მართლა არ გიყვარდა, ვისთვის ქვეყანა საშოვარია და მართლა საშოვარზე ხართ ამ ქვეყნისთვის და ქვეყანის მსახურება კი არ გინდათ. თქვენ რო გინდათ თქვენი ქვეყანა მოგემსახურეთ, ყველას ეგეხება ეგა. თავრობას, ოპოზიციას, პოზიციას, ყველას გეხებათ ეს. ვისაც ქვეყანა პირადი სარგებლობისთვის გყავთ. ვისაც პირადი სარგებლობისთვის ქვეყანა, მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ჩემი ქვეყანაზე მდარდობ აქ. ეყობათ ბოლოს და ბოლოს, მართლა რა არის, მართლა ამ დიდ მარხვაში, მართლა რა გჭირთ, ქრისტე უნდა დაიბადოს. ქრისტე უნდა დაიბადოს. თქვენ მთელი ბავშვობა, მთელი ჩემ ქვეყანას მიუძღვენით ჩემი ცხოვრება, რაც შეგნებული აზროვნება მაქვს, ჩემი ქვეყანაზე მეტად ქვეყანა არ უყარები არასოდეს. და ჩემი ქვეყნისთვის ცხოვრობ და ჩემი სამშობლოსთვის ცხოვრობ. და ჩემი ერისთვის ცხოვრობ, მთელი ჩემი არსებით და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებით. ჩემ ქვეყანას ზურფაზე არავინ არ არის. არავინ დედამიწის ზურგს და მე არ ვიქნები არავის მონა და არავის შეხედულება ესე მე ვერ დამელაპარაკე, მე ქართველი ვარ. სული და ხორცის ქართველი ვარ. და ამ ქვეყნის შვილი ვარ. ჩემი შეცდომები, ჩემი ცხოვრებით და ჩემი ყველაფრით.